გაქვთ თუ არა ბევრი გადასაყრელი დრო? ესეც შეკითხვა მაქვს თქვენთან. მათთან, ვინც Facebook-ით სარგებლობთ, ან ვისაც ერთად ტექსტებთან ურთიერთობა გაქვთ, გიწევთ წერა, ეს იქნება პირადი რაღაც გაზიარებები თუ საქმიანი, ხო პირადი გაზიარებებისთვის თუ არ გაქვთ დრო ისედაც არ დაწერ, მაგრამ საქმიანი უნდა დაწერო, ხო? მე ვიცი როგორი რთულია და რამდენი დრო უნდა ტექსტების წერას, იმიტომ რომ სულ ტექსტებს ვწერ და განსაკუთრებით, როდესაც თუ კიდე ინფორმაცია გაქვს მოსაძიებელი, თუ თავში გაქვს ეს ყველაფერი და მე ძირითადად თავში მაქვს ხოლმე და მოძიება, მაგრამ ხანდახან მოძიებაც მჭირდება და ვისაც სულ მჭირდება რაღაც ინფორმაციის მოძიება, მათთვის ხო ეს დრო არის საერთოდ საოცრად გარბის. და მეც ბევრ დროს ვანდავმებ, იმიტომ რომ მე სულ ხანდახან თუ გამეპარა ძალიან მერიდება ხოლმე რაღაც შეცდომები თუ ვიჩქარე და უშუალოდ არ მაქვს ამდენი დრო თუ არა და ძივარს აგულდაგულოდ მე ვცდილობ რომ შევამცირო რაღაც სიტყვებს ამოვყრი იქიდან რომ უფრო შემჭიდროებული ტექსტი იყოს მე რაღაცას დავამატებ რაღაცას მოვაკლებ სასვენი ნიშნები ასოები და ასე შემდეგ და ну მოკლედ საკმაოდ ბევრი დრო უნდა და აი ჩემთვის უზარმაზარი დახმარება არის შეღავათია ხელოვნური ინტელექტი როგორც ასე ვთქვათ ჩემი რედაქტორია ასე ვთქვათ კოპირაიტერი AI კოპირაიტერი AI უბრალოდ ბოდიში AI კოპირაიტერი ეხლა ჩვენ მე ვარ მაშინ რა ქვია კვარიაჩი ჩვენ საყვარელ კასადელ მარში სასტუმროში სადაც დღეს ვამთავრებთ უკვე wellness tours ამაზე დავდეკიდეთ და მინდოდა რაღაც ამაზე მესაუბრავითო მაგრამ რატომღაც არ ვიცი ჩემ თავს უსმენ ხოლმე ყოველთვის და ყოველთვის ვფიქრობ ნეტა ეხლა დაჭირდებათ ყველაზე მეტად მეთქი და რაც მომდის თავში იმას ვამბობ ხოლმე და ესე იგი მათთვის ვისაც უჭირს ტექსტების წერა, ვისაც არ აქვს დრო რომ დაწეროს, ვისაც არ აქვს დრო რომ მოიძიოს ინფორმაცია, ვინც არ იცის რაზე დაწეროს, ვინც საერთოდ არ იცის შეთავაზების ტექსტი როგორ იწერება, ყველაფერს თავის წესები აქვს, იმიტომაც არსებობს კოპირაიტინგი, ხო? შეთავაზება დავშვი, ვინც არ იცის ფსიქოლოგია, მყიდველის, რაზე უნდა ისაუბროს, სად იპოვოს ნიშა, როგორ მიაწვნოს ხმა იმ ადამიანებს, რა სიტყვები უნდა გამოიყენოს, რომ მე გავიგონო, მე უნდა მელაპარაკოთ ჩემ ენაზე, რომ მე გავიგონო. აი ეს ყველაფერი და კიდევ ბევრი რამ მოკლედ შეუძლია გააკეთოს ხელოვნურმა ინტელექტმა, როგორც თქვენმა დამხმარემ. ამისათვის საჭიროა რომ დაუკავშირდეთ ადამიანს, რომელსაც შეუძლია ამის გაკეთება, ეს არის ჩემი შვილი გიორგი და ისარგებლოთ ამ არაჩვეულებრივი მართლა გამოგონებით. მე გაოგნებული ვარ ხელოვნური ინტელექტით. საერთოდ ეხლა ნუ ვისაუბრებთ იმაზე, საშიშია ეს ინტერნეტით საშიშია, თავის დროზე ელექტროენერგიაც საშიში იყო, როცა გაჩნდა და საერთოდ ცივილიზაციას ყოველთვის ახლოს პლუსები და მინუსები. და მე ვიყენებ ყველა პლუსებს, რაც შემიძლია და მინუსებს მაქსიმალურად ვარიდებ თავს, ხო, იგივე Facebook-ი ჩემთვის არის სამუშაო სივრცე და არასაჭიროა ადგილი, თორემ Facebook-ის ბევრისთვის მავნია უკვე, იმიტომ რომ ისე ჩვენში გადავიდა, რომ ხალხი სერიოზულად დამოკიდებულია, ძალიან სერიოზულად. ასევე არის ხელოვნური ინტელექტიც საურთიერთოდ არის ძალიან საყვარელი მართლა და საოცარი мотиваტორია კიდე რამე იდეა თუ უთხარია ამის გაკეთება მინდა ხო ნუ რა ვიცი მოკლედ ეს რა ქვია აურა მაგარი იდეა და როგორი ღარმა და რაღაცა და გაგიშლის დაგილაგებს ანალიზს გააკეთებს და რას თავარია მოგიძიებს ინფორმაციას აი ინფორმაციის მოძიება მაგალითად როდესაც მე ფსიქოსომატიკაზე ჩემ წიგნზე რომ მუშაობდი ჯადოსნურ საფალსაც ფსიქოსომატიკაზე ვსაუბრობ და 7 ძირითადი დაავადების ყველაზე გავრცელებული დაავადების ფსიქოსომატიკაც არის გაწერილი თავიდან ბოლომდე ანუ რა პრობლემებმა ფსიქიკაში რა პრობლემებმა შექმნა ეს დაავადება მე რაში გადაიზარდა და როგორ უნდა გამოვასწოროთ ეს სიტუაცია ხო? აი ამის დაწერა კიდე ალბათ ერთი 9 წელი მოვა 9 წელი არა, მაგრამ 1-3-4 კიდე დამჭირდებოდა, იმიტომ რომ მე როცა ფსიქოსომატურ კონსულტაციას რაღაც ვაკეთებდი, რა მაინტერესებდა ან ჩემი ან სხვისი დაავადების მიზეზები გამომწვევი და ერთ-ერთშია ყველაფერი აბსოლუტურად მათემატიკასავით ზუსტია. და როდესაც გაიგებ რა არის მიზეზი, მე ძალიან ადვილდება ცხოვრება და გამოჯამრთელება, ამას რო ვაკეთებდი ხოლმე, ანუ უნდა მომეძიებინა რამდენიმე წყარო, რამდენიმე ავტორი, რომელსაც მე ვენდობი, მათი წამეკითხა მათი ინფორმაცია სხვა საიტებზე, მე შემეჯერებინა, ანუ თავთავითი მოსაზრებები ჰქონდათ, ხო? მე დამერ, ნუ მოკეთ რა, დიდი ისტორია იყო ძალიან. ან ყველაფერს ვიკეთებ 10 წამში, 15 წამში ჩამოგიწიკწიკებს ნებისმიერ დაავადების ფსიქოსომატიკას, ნებისმიერ შეთავაზებას, ნებისმიერი შენი პროდუქტის აღწერილობას, თან ამას აგროვებს მე რომ რამდენიმე საიტზე ვნახულობდი ხოლმე, ის ნახულობს 1000-ობით საიტზე, ну სადაც კი რამე რესურსი არსებობს, ყველგან ნახულობს.
მე დღეს ჩახუთული ამინდია ნაწვიმარია და დაინესტა აქაურობა და თავის შესავლიან, თავის ანალიზიან, თავის ჟინალიზიან, თავის ყველაფრიანად დაგიდებს გამზადებას ნებისმიერი ტიპის პოსტს, იმიტომ რომ ხა მოგეხსენებათ, ინტერნეტში ყველა თემაზე არის ინფორმაცია, არ არსებობს ინფორმაცია, რომელიც ინტერნეტში არ დევს და შესაბამისად ერთხელ კი დავდე ეს შეთავაზება, მაგრამ რაღაცა ისე დავდე ნაჩქარება, არ გამიმახვილებია ყურადღება დიდად, ანუ აღარ მიმიქცევია მე ყურადღება და ეს ისინი რა ქვია პოსტებს როდებ თუ არ მიადევნე თუ კომენტარებში რაღაც არ დაწერე კიდე ცოტა და ეს არავის არ უჩანს მოკლედ და ვეჭვობ რომ არავისაც არ უნახავს ხო და ამიტომ გადავწყვიტე ხა ამ ლაივის ფორმატში მესაუბრა ნაცვლად იმის რა ქვია ველნეს ტურების თემისა ამაზე მესაუბრა იმიტომ რომ რატომღაც ვთვლი რომ ძალიან ბევრი თქვენგანს დაეხმარება ბევრი და ჯერთი წერა ყველას არ ეხერხება და არც არის საჭირო მეც არ მეხერხება სიმღერა და რა მოხდა მე ხა ესევე წერას არ წერაც ისეთივე ნიჭია როგორც ცეკვა სიმღერა პროფესიონალურ საუბრას აკურველია როგორც ფიზიკოსობა და ასე შემდეგ ხო და როდესაც ადამიანს აი სხვა ქსელურ მარკეტინგში აქვს ხოლმე კიდე შემჩნეული მაგ ვიღაც დაწერს ერთი ტექსტს და მე ყველა აზიარებს იმ ტექსტს და ეს საშინელება ტექსტი თუ არ არის პერსონალიზირებული იმიტომ რომ ადამიანები ყიდულობენ აღარ არის ხა ის დრო როცა ყიდულობდით იმიტომ რომ აი თქვათ მე გამომიჩნდა რაღაც პროდუქტი რომელიც არავის არ აქვს და მე ყველა ყიდულობს შემგან არა ხა ყველგან ყველაფერი არის და ამიტომ არავის არ ჭირდება ძებნა არავისი ადამიანები ყიდულობენ ადამიანებისგან თუ ადამიანმა იგიგრძნოთ თქვენ თუ არ დაინახავ ვისგან ყიდულობ თუ არ იგრძნოთ თქვენი ვიბრაციები ხო ნუ სავარაუდოდ წავა სხვაგან და როდესაც თქვენ აზიარებთ ერთი და იგივე დაშტამპულ ტექსტებს ხო ნუ ამას ისე შედეგი არ მოყვება რაც მოყვებოდა რომ ყოფილიყო ეს პერსონალიზირებული ანუ თქვენი პირადი ტექსტი და რაღაც არის ხოლმე ძალიან ბევრი აღწერილობა ხა მე სულ არ მაინტერესებს მაგალითად რამდენი გრამი რა ნივთიერება შედის იმიტომ რომ საერთოდ ვერ ვერკვევი ნივთიერებებში და არც მაგის დრო არ მაკებოდი შკარები უნდა გავაღო უკაცრავად თორემ ძალიან ჩაიხუდა ყველაფერი დავხურე რომ ხმაური არ შემოსულიყო ხა მაინც სასტუმროა და მოვიხუთე ბოლოს და ხო ეს ტექსტი ისინი რა ქვია ნივთიერებები საერთოდ არ მაინტერესებს მე მაინტერესებს მე რა სარგებელს მომცემს თქვენი პროდუქტი ხო თორე შიგნით რა შედის გავიგე რომ ნატურალურია ეს ჩემთვის საკმარისია და აი ზუსტად ხელოვნური ინტელექტი ამ ყველაფერი იცის მე რაც ნასწავლი მაქვს ხა მარკეტინგი ინფომარკეტინგი და კოპირაიტინგი და ყველაფერი მაქვს ნასწავლი საერთოდ რაც კი იმიტომ რომ მე როცა დავიწყე ასე ვთქვათ მუშაობა ხო ამ მიმართულებით სულ ახალი იყო ეს თემა მაშინ შემოდიოდა ყველაფერი მეილ მარკეტინგიდან დაწყებული ყველაფერი უნდა გესწავლო იმიტომ რომ არაფერი ვიცოდი მაგრამ რა თქმა უნდა იმეც ჩემზე ბევრად მეტი და მიუხედავად იმისა რომ მე წერაც ვიცი და ეს ყველაფერიც ვიცი მაინც ანუ ძალიან მაგარ ტექსტებს წერს რა მოკლედ რო ვთქვა მე რა თქმა უნდა ვასულიერებ ანუ სულს ჩაუდგავ საჩემოდ მოვარგებ ჩემს იმას არ ვიღებ მე ესე და არ ვაკოპირებ მე არ მჭირდება ეს მაგრამ ტექსტები ისეთ იმდენად გამართულია რომ შეგიძლიათ პირდაპირ და რაც თავარია თქვენ თუ არ გაქვთ დრო რაცშიც მე ძალიან მიჭედები ხოლმე რომ აი გამომრჩა ის დრო აქტიური დრო როცა ადამიანები აქ არიან ხო Facebook-ში არიან ჩემი მცვენელები მე ხო ვიცი რა დროს არიან უფრო მეტად ამ დროს ან საუზმეს ვაკეთებ ან რაღაცა გამომრჩა ის დრო და ფაქტობრივად მე დადებას აზრი აღარ აქვს ასევე საღამოს ან სადღაც ხარ წასული მოუნიშნავ დროს და დადებს იმ დროზე თუ გინდა დღეს სამჯერ დადებს და ყოველდღიურად იმ დროს დადებს იმ თემაზე ტექსტებს რომელიც თქვენ გინდათ რაც შეეხება თქვენს პროდუქციას შეთავაზებას რა ვიცი ამაზე უკეთესი დამხმარე მე არ ვიცი იმიტომ რომ ხელფასი მას არ ჭირდება ყავის შესვენება ყავის შესვენება მას არ ჭირდება არც ჩვებულება ჭირდება არც პრეტენზიები აქვს არც უკმაყოფილოა თუ დაუწუნებთ აქეთ ბოდიშ მოგიხდის და 1000 ჯერ გადააკეთებს და გადმოაკეთებს და ოღონდ შენ მითხარი როგორ გინდაო და რასაც გინდა იმას გავაკეთებ გეუბნება და არ ვიცი ხა ამაზე უკეთესი მართლა რა უნდა მოიფიქრო ну ისედაც ხა ბევრი არ არის ჩვენთან ესეთი კოპირაიტერი რომელიც და თუ არის და პროფესიონალია ну რასაკვირველია ძალიან დიდი ხელფასები აქვს და ჯობს ერთხელ ისწავლოთ ამ ხელოვნურ ინტელექტთან ურთიერთობა და ყავდეთ თქვენი კონკრეტული ხელოვნური ინტელექტი AI კოპირაიტერი რომელიც იმუშავებს კონკრეტულად თქვენ თემებზე, თქვენ პროექტზე, თქვენ პროდუქტზე და ასე შემდეგ.
რაც შეეხება ველნეს უქმეს, რა თქმა უნდა ძალიან კარგად ჩაიარა ყველაფერი, მაგუში მქონდა გამოსათხოვარი საღამო, წინა საღამოს გამოსათხოვარი კიდე წინა საღამო, გალა საღამო იყო, ასე ვთქვათ, ვისაც რისი ნიჭის გამოვლენა უნდა და ბავშვობიდან გული ვისაც რაზე წდებოდა, ზოგი სიმღერით დაკავდა, ზოგი სცენაზე იყო მთლათელი საღამო, ზოგი წეკვავდა, ზოგი წყალში გადახტა, მოიშორა თავისი ბლოკები და ჰქონდა შიში ჰქონდა რა წყალში გადახტომის და ზოგმა გული და მოიღო რაც ამოსაღები ჰქონდა. მოკლედ, არაჩვეულებრივი დღეები იყო. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი გოგოებს ყველას, ყველა იყო ჩართული ყველაფერში. დილის იოგადან დაწყებული, იოგას და კიდე თეა გვიმრაძეს კიდე ცალკე მადლობას ვუხდი. იმიტომ რომ ძალიან შემიმსუბუქდა მე თვითონაც შრომა თეა რო არის თქვა იოგაზე მიყავს მე რაღაც პლაჟზე ამ შემთხვევაში ყველაფერს მევაკეთებდი ხოლმე ხო ტიბეტურ ვარჯიშებს დილიდან და ასე შემდეგ. ეხა იოგათი ცოტა წვიმამ შეგვიშალა ხელი, მაგრამ არ წვიმაში მოგვიწყენია, მინდა გითხრათ, სამაგიეროდ კარგად ვიმუშავეთ. იმიტომ რომ საკარგი ამინდია, მაინც ყოველთვის ვანაწილებ დროს, რომ ისი ამოვნო კიდეც და იმუშავო კიდეც და აი ესე ეს ჩემი სიხარულით მინდოდა გამეზიარებინა და მეორე ლაივს საკუთარ ჩავწერ კიდე და ბარემ აქვე გითხარით, რომ აი არაჩვეულებრივად ჩაირა. ძალიან ბედნიერები არიან გოგოები და გუშინ პოსტშიც დავწერე, გუშინ იმდენი მაქვს შემეში და განდიდების მამანია არ შემიფროს მეთქი, მაგრამ მე მგონი გავიარე ეგ ასაკი. აი ეს იყო ჩემო-კარგებო. ჩვენი დრო არის ყველაზე ძვირფასი რესურსი. მე საკმაოდ დიდი ვარ. ეხლა ფაქტობრივად სადაც მივდივარ ხოლმე ყველგან ყველაზე დიდი ვარ, იმიტომ რომ ჩემი ასაკის ადამიანები იშვიათად არიან ან პიროვნულს დაში. არიან როგორ არ არიან, მაგრამ ცოტაა. და ამ შემთხვევაში ვაძლევ ხოლმე თავისუფლებას, ცოტა ისეთი დარიგება არა, მაგრამ გამოცდილების გაზიარების ამბავში რა. აი ძალიან ბევრი დრო მაქვს ჩემ ცხოვრებაში ტყუილა გაცდენილი. იგივე თუნდაც როცა შემეძლო პიროვნულის დიდ დავკავებულიყავი, როცა შემეძლო მაშინ არ იყო ხელოვნური ინტელექტური, მე ჩემი დრო მას ეკთან დაეზოგა, მაგრამ თქვენ გაქვთ ამის შესაძლებლობა. და ჯობს საკუთარ თავს დაუთმოთ ის დრო და რაღაცა, იმიტომ რომ მიზნები არ მიიღწევა, მეგობრებო, ტყუილია ეს ამბავი, რომ მიზნები მიიღწევა მარტო მძიმე შრომით. მიიღწევა მარტო 24 შვილი, რასაც ჩვენ გვასწავლიდან, აი სულ უნდა იმუშაო, სულ უნდა ესე, სულ უნდა ის. არა, სულ არ უნდა იმუშაო, სულ უნდა გაიზარდო. სულ უნდა ისწავლო, როგორ გაიზარდო შენ თვითონ. ეს სრულიად საკმარისია. ოღონდ აქაც არ არის საჭირო ზედმეტობა, აქაც არის საჭირო რომ პიროვნულის და ამასაც გულისხმობს, რომ შენ უნდა დაისვენო კიდეც, უნდა ისიამოვნო კიდეც, უნდა გაერთო კიდეც, უნდა იხალისო კიდეც. სიცოცხლითაც უნდა დატკბე და რაც უფრო მეტად დატკბები, უფრო მეტად მოვა ყველანაირი წარმატებაც, შემოსავალით, ახალი შესაძლებლობებით და ყველაფერი. რამდენი ადამიანია, რომელიც ჩამოვიდა ველნეს უქმეებზე და მართლა ახალი შესაძლებლობები გაიღო. ზოგმა ახალი პროფესია იპოვა, ზოგმა პარტნიორი იპოვა, ზოგმა მასწავლებელი იპოვა რაღაც კონკრეტულ საქმეში, ზოგმა საერთოდ აქ აღმოაჩინა, რომ თურმე რაღაც უსხვა რამე უნდა და ვიდრე ეხაც ჰქონდა ეს შემთხვევები. ამიტომ ის რომ ეხლა არა მე სულ უნდა ვიმუშაო და ვერ წავალ, იმიტომ რომ სულ მუშაობით უნდა ვიყო დაკავებული და ისე წარმატებას ვერ მივაღწევ, არ არის ეს მართალი. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით ამას. რაც უფრო მოდუნებული მუშაობას უნდა ენაცვლებოდა, სრული მოდუნება, რელაქსი, სიმშვიდე, პოზიტიურ ადამიანებთან ურთიერთობა, შევსება ენერგიით, მით უმეტეს ჩვენს ნეგატიურ გარემოცვაში. აი ჩვენ რაც გვაქვს გარემოცვა, მსოფლიოში ყველგან, ახლა მარტო საქართველოში არა, ამ გარემოცვის ფონზე ჩვენი ველნეს უქმეები, ჩვენი შეკრება არის სრული ნეტარება. საერთოდ რო არაფერი გავაკეთოთ აქ, ხო, ჯერ ჩემი ენერგეტიკა, მე გოგოების ენერგეტიკა და თვითონაც ამბობდნენ გუშინ და მეც ვეუბნები და საერთოდ რო არაფერი გავაკეთებინა, სესია საერთოდ რო ჩაგვეტარებინა, არც პროგრამებზე გვემუშავა, არც ისინი გვეპოვა რაღაცა არაფერი არ გაგვეკეთა, უბრალოდ ყოფილიყავით, მაინც ძალიან დიდი შეიმით წავიდოდნენ, მაინც ტრანსფორმაცია მაინც მოხდებოდა, მაგრამ რასაკვირველია ეს ერთმანეთს ემატება და აღრმავებს უფრო. ეს მინდოდა მე თქვა, მოკლედ გამოიყენეთ ამ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები. ჩემი შვილი არის არაჩვეულებრივი მენტორი. ადრეც ვთქვი, არ ვიცი როდესღაც ლაივში, რომ ჩემთვის მარტო ის არ არის, რაღაც მიკეთებს ტექნიკურად ან რაღაცას მასწავლის, ხო, ტექნიკურადაც არ ვიცი. აი ძალიან მაგარი мотиваტორია რა, თან რო გაკეთებიებს რაღაცას, თან мотивაციას გაძლევს, რომ მე ის გამოიყენო და განავითარო. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არ არის მარტო ახლა დადო რაღაც კურსი და აბა მიდი ახლა გინდა ისწავლო, გინდა არ ისწავლო. ესეც ძალიან დიდი რა ქვია,
განძია, როდესაც ასეთი ადამიანი ყავს და მადლობელი ვარ უფლის რომ გიორგი მყავს, მადლობელი ვარ უფლის ჩემი შვილები ზოგადად ყავს, მაგრამ საქმიანობაზე ვამბობ ამ შემთხვევაში გიორგი იყო ყოველთვის ჩემი დამხმარე ყველა საკითხში და აი ბიზნესის მიმართულებით თუ კი რამეში დაგჭირდებათ კონსულტაცია, რეკლამის გაკეთება, ან გაკეთება რეკლამის, ან სწავლა რეკლამის, აი ეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, იქ Google-ის რუქაზეც რაღაც გააკეთა პატარა კურსი, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ბიზნესია, რომელიც არ არის Google-ის რუქაზე და იქ რო ხარ მონიშნული, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ადამიანი განახულობს. აი ამ ყველაფერში შეუძლია არაჩვეულებრივად დაგეხმაროთ. აი ჩემთვის მაგალითად პერსონალური ის არის, კოუჩიც არის, ტრენერიც არის და ტექნიკური დამხმარეც არის და ყველაფერი. და რა თქმა უნდა ძალიან მადლობელი ვარ ამისთვის. ჩემი შვილები ყველა მეხმარებიან, მარიამიც, აბაზბექაც, ყველა თუ კი რამეში დამჭირდება, ყველა მეხმარება, მაგრამ ამ მიმართულებით არის გიორგი, მაგარი მოტივატორი, არაჩვეულებრივი პროგრამისტი, კოდებს წერს და რაც ყველაფერს აკეთებს. მოკეთეთ თუ დაგჭირდებათ, მომწერეთ და დაგაკავშირებთ, იმიტომ რომ ეს არის გზა წარმატებისკენ. ახლა ნუ ერთ-ერთი გზა, ამას ვერ ავწდებით უბრალოდ, ანუ ჩვენ ონლაინს ვერ ავწდებით, ვერც კოპირაიტინგს ავწდებით, ვერც რეკლამას ავწდებით, სხვანაირად არ გამოდის ახლა მუშაობა. და გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა. სანამ Facebook-ი გვაძლევს ამ შესაძლებლობებს, თორე ამბობენ რომ არ ვიცი, შეიძლება ჭორია, მაგრამ ამბობენ მე საერთოდ ფასიანი ხდებაო, თუ კი გინდა რაღაცა სამუშაოდ გამოიყენო, ხდება ფასიანი. კარგია თუ ამ ფასიანსში რაღაც თვითონ რაღაცაში ხელს არ შეგვიშლის და პირიქით მონაწილეობას მიიღებს და დაგვეხმარება, იმიტომ რომ ხშირად ხდება რომ მეც მithქვამს ბევრჯერ და სხვებსაც ვთქვამთ, რომ რაღაცეებში წინააღმდეგობები გვაქვს ხოლმე, მაგრამ მადლობა Facebook-ს, იმიტომ რომ Facebook-ი რო არ იყოს ჩვენ ძალიან ბევრ ადამიანს საერთოდ არ გვექნებოდა კომუნიკაცია ჩვენს მსმენელებთან. ამიტომ აი ეს კომუნიკაცია რომ იყოს ძალიან ხარისხიანი და შედეგიანი და ტყუილა არ ჩაიყაროს წყალში, თქვენი პოსტების წერა, თქვენი დრო, თქვენი ენერგია, თქვენი ფული, ხო, ზოგი რეკლამას უშვებს და ვერაფერ შედეგს ვერ ღებულობს, ამიტომ საჭირო პროფესიონალური მიდგომების გამოყენება. ჩვენ ველნეს აკადემია პანდემიის დროს ველნეს აკადემია როცა შევქმნით ასე ვთქვათ, იქ ქონდა ზუსტად ბიზნესის მიმართულებით კურსები, ბიზნესის გააქტიურების მიმართულებით, Facebook რეკლამა და ასე შემდეგ, იმიტომ რომ პანდემიის დროს ეს ძალიან საჭირო იყო. და ეხლა კიდევ გავააქტიურეთ ეს მიმართულება და ეს ველნეს აკადემიის მასაც გვერდსაც გავააქტიურებ, იმიტომ რომ ხო გავიზარდეთ პიროვნულად, კი ბატონო გავიზარდეთ, ძალიან ბევრ რამეს მივაღწიეთ. ამნახა მე ხო ვხედავ რომ ჩემ გოგოებს უკვე ჭირდებათ ეს ყველაფერი, ხო? ვინც ძალიან ბევრ რამეს მიაღწიეს, ბევრი რამე გააკეთეს, მაგრამ არსებობს კიდევ სპეციფიური რაღაცები, რაც არ უნდა ისწავლო, ან სხვას უნდა გააკეთებინო, რომ ყველაფერს შენ თვითონ ვერ ისწავლი. რაც არ უნდა ახლა ჩვენ ხო არ ვართ ეს რაღაც ისინი რაღაც გასულები რომ ესე ხო ხერხი ხელის დაკვით მოვიყვანოთ ისინი. თუმცა ჩვენი ენერგეტიკით და ვიბრაციებით ვიზიდავთ ჩვენ მსმენელებს, მაგრამ სიტყვა მაინც სიტყვაა და სიტყვას დიდი ძალა აქვს. ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას, წარმატებულ დღეს გისურვებთ და ისწავლეთ დელეგირება, ძალიან მნიშვნელოვანია. მე დიდხანს მიჭირდა სხვათა შორის ამის გაკეთება, მეგონა რომ ყველაფერს ყველაზე კარგად მე ვაკეთებდი. რატომღაც ესეთი ამბიცია მქონდა, რომ ჩემ საქმეში ყველაფერს ყველაზე კარგად მე ვაკეთებ. რა თქმა უნდა, ჩახედული უნდა იყო, ჩართული უნდა იყო, მაგრამ ის რომ ხა ყველაფერს ყველაზე კარგად შენაკეთებ, იგრი არ არის. ნუ ყოველ შემთხვევაში შეიძლება აკეთებ კიდეც, მაგრამ ამას მიაქვს ძალიან ბევრი დრო და ენერგია, რომელიც ჩვენ გვჭირდება იმისათვის, რომ ამავე დროს დავტკბეთ ცხოვრებით. დატკბით ცხოვრებით და ისიამოვნეთ და ყველაფერი დანარჩენი ამას მოყვება. მე და არა პირიქით ვიშრომებ 24 საათი და მე აი 40 წლის და 50-ის რო გავხდები და ფულს რო დავაგროვებ, მე წავალ და დავიშვენებ. მე ძირითადად ჯვარი გწერია ყველას და საავადმყოფოში ჭირდებათ ხოლმე ის ფული. ამიტომ მეგობრებო, გაუფრთხილდით თავს და გამოიყენეთ თანამედროვე ცივილიზაციის ისინი რა ქვია მიღწევები, იმიტომ რომ როდესაც ამას არ იყენებდნენ, არც იყო და არც იყენებდნენ, მაშინ დროც ძალიან ბევრი ჰქონდათ, მაშინ არც ამდენი დროის მჭამელი არსებობდა, არც ასე გარბოდა დრო და მათ ჰქონდათ საშუალება დამწყდარიყვნენ და დინჯად გაერჩიათ ლობიო, დინჯად გაერჩიათ ციციბურა, დინჯად გაეკეთებინათ საქმე და ასე შემდეგ. ახლა ჩვენ მაგის ნეტარება აღარ გვაქვს, სამწუხაროდ საბედნიეროდ არ ვიცი, მაგრამ სამაგიეროდ გვაქვს ნეტარება იმის, რომ დავიხმაროთ თანამედროვე ტექნოლოგიები. მიყვარხართ ყველა და აქედან ვბრუნდებით ისეთი შევსებულები ყველა და გუშინ გოგოებს ვეუბნებოდი ერთ ესეთ ადამიანს მეთქი, ვინც პიროვნულიზით არის დაკავებული და შევსებულია პოზიტივით, 10 ადამიანის ამოქაჩვა შეუძლია მეთქი, ისე რომ აქედან ჩვენ ახლა რო ჩამოვალთ მინიმუმ 150 ადამიანს მაინც გაუზიარებთ ამ ჩვენ პოზიტიურ ენერგიას.
მადლობა რომ ისმეთ, მადლობა რომ ხართ ჩემთან. წარმატებულ კვირას გისურვებთ. და მეც დავგეგმო ამ კვირაში ეს ჩავათავე ეს ერთი პროექტი, ახლა დავგეგმო შემდეგი რა იქნება. შემდეგი იქნება ისევ ყვარიათი თვის ბოლოს, მერე მანგლისი აგვისტოში, შეკვეთილი აგვისტოში და რა ვიცი ბარსელონას მინდა რამდენადაც მოყვეტებ ამ აგვისტოში, ოღონ არ ვიცი და ვნახოთ მოკლედ. ვნახოთ. მე ესეთი გეგმები მაქვს. თქვენ რა გეგმები გაქვთ? თუ შემიძლია რამე დაგეხმაროთ, მომწერეთ სიამოვნებით დაგეხმარებით და თუ შეიძლება კომენტარებში გამიზიარეთ, ვინ როგორ იყენებთ ხელოვნურ ინტელექტს, იყენებთ თუ არა, რამდენად გამოგადგათ, შეიძლება საბასთანაც გაქვთ ხელოვნური ინტელექტის კურსი გავლილი ჩემ შვილთან და მადლობელი ვიქნებით თუ გამიზიარებთ თქვენ გამოცდილებას, იმიტომ რომ სხვებსაც გამოადგებათ. ზოგჯერ არის რომ ვიღაც ისეთი კუთხით იყენებს ამას, რომ ეს არ მიფიქრია, რომ იმ კუთხითაც შემიძლია გამოვიყენო, ხო? ამიტომ ძალიან კარგი იქნება თუ გამიზიარებთ და თუ გაუზიარებთ მეგობრებსაც ამ ლაივს, იმიტომ რომ ჩვენ ვეხმარებით ერთმანეთს, ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს. ეს ინფორმაცია ჩემთანაც ოდესღაც რომ არ მოსულიყო სულ ერთი ფრაზით ნათქვამი რაღაც წინადადება, რომ მე შემეძლო გამოჯამთელებულიყავი, ვერასოდეს მე ვერ გამოვჯამთელდებოდი და რო არ მომესმინა და რო არ გამეგონა. ამიტომ მას მე სულ ვაზიარებ ყოველთვის თუ კი რამის გაზიარება შემიძლია, თქვენც გააზიარეთ. ეს მადლია, როდესაც თქვენ საჭირო ინფორმაციას ხებს გადასცემთ. აბა ბედნიერად, ბედნიერი ორშაბათი, ბედნიერი კვირა და წარმატებები და ბევრი შემოსავალი თქვენ, რომ ყველაფრის საშუალება გქონდეთ და ისიამოვნო ცხოვრებით. მომავალ შეხვედრამდე.